საზასთან ზუსტად ამ ბოლო მონაკვეთ მინდა გადა იმაში ეჭვი ბევრს არ გვეპარება რამდენად აფასებს თავად ივანიშვილი თავისი გუნდის წევრებს და ასე შემდეგ, მაგრამ შეგნებული ნაბიჯი სიზარმაცის გამო კი არა, შეგნებულად ხო არ მოიქცა ასე, რომ მას დღეს არ მოუწია ტრიბუნიდან რამე განცხადებების გაკეთება და არ ქონდა კომუნიკაცია მედიასთან, რომ რამეზე აზრი გამოეთქვა. ფონი ძალიან მძიმე შეხვდათ, ხო? ანუ კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დღესვე დაეწიათ ასევე ზურგში ახალი ინფორმაცია, რომ სენატმა უკვე განსახილულ დღესასრიგში მიიღო და დაარეგისტრირა, ასე სწრაფად არ ხდება ხოლმე, ხო? თქვენი აზრით რატო არ გამოვიდა სიტყვით? რატო შეინარჩუნა დუმილი? საღამოშვიდობის მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, მათ შორის ის, რომ ალბათ თვითონაც ამოწურა ტყუილები, თვითონაც ამოწურა ეს აბსურდული დაპირებები, ალბათ არც დამაჯერებელია და ის სათქმელი, რომელიც მას სათქმელი აქვს თავისი აი ამ ვიწრო მართლა ხუნტისთვის, იმიტომ რომ ეს არც ქართველი ხალხია და არც რაღაც სეგმენტს წარმოადგენს, ხო? ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც ხელისუფლება მიიტაცეს უცხო ძალის დახმარებით. ანუ რასაც ხვას აბრალებენ, ეს de facto მათ უკვე გააკეთეს, ხო? და ამ სათქმელს ეუნება დახურულ კარს მიღმა, ეუნება რომ აი თქვენ გექნებათ შავი ფული, თქვენ გექნებათ პირადი ხეირი, თქვენ გექნებათ ის, რასაც ვერასდროს ვერ წარმოიდგენდით, მაგრამ იყავით ჩუმად და იყავით მორჩილი, ხო? ეხლა მაგალითად ამ მეგობარი აქტის მიღების შემდეგ უყურებდი და ისეთი ხალხი გამოდის, რა ვიცი, ხა არავისთან არ მინდა რომ არავის არ მინდა შევარწყოთ მივაყენო, მაგრამ ხო არის ეხლა პოლიტიკაში მოდიხარ და რაღაც პოლიტიკური წარსული გაქვს, რაღაც გზაგაგიულია, რაღაც სიტყვა გითქვამს, რაღაც ცხოვრებისეული კვალი დაგიტყვია, ხო და არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ საიდანღაც გაჩნდნენ და უცებ გვეუბნებიან, რომ ვილსონი თურმე არ ყოფილა კაი ტიპი, ან ის 359 კონგრესმენი, რომელსაც ხმა მისცეს. ხო, ეს არიან ადამიანები, რომლებიც უარყოფითი გადარჩევის გზით, აი ძალიან ბოლშევიკური მეთოდით ივანიშვილმა გადაარჩია როგორც უსიტყვო შემსრულებლები და აი მე პატივს ვცემ აბსოლუტურად იმ იდეას, რომ იფიქრონ, იმიტომ რომ ივანიშვილს კიდე აქვს და ამათ არაფერი, ამათ ისედაც არაფერი არ აქვს. ესენი არიან აი იდეალური ბოდიში, მაგრამ აი ფაქტიურად სხვა რა გააჩნიათ მერიტოკრატიულ დემოკრატიულ საზოგადოებაში. სახელებ და გვარებიც არ ვიცი, სხვა ამ კომენტატორების, რომლებიც ახლა ბოლო 2 დღის განმავლობაში ამ თემაზე საუბრობენ ოცნების სახელით, ხო? რას გააკეთებდნენ ისინი? ვისი სახელით ილაპარაკებდნენ? რამდენი ფული ექნებოდათ, რა ქონება ექნებოდათ? ეხლა ხო ერთიც აქვს, მეორეც. ამიტომ სამწუხაროდ ამ ადამიანების მიმართ მე მაინც არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ისინი რაღაც სინდისის ხმას გაიგონებენ თავის თავში და სწორნაბიჯს გადადგამენ, მაგრამ ერთი წუთით მინდა დაუბრუნდე იმ ვიდეოს, რომლითაც თქვენ დაიწყეთ გადაცემის ეს ბლოკი. დავიწყოთ იქიდან, რომ ამავე გადაცემაში რამდენიმე დღით ადრე სტუმრად ყავდა ბატონი კახიშვილი ამ წამყვანს და ეს კახიშვილი მოთქვამდა, ხო, რომ თურმე სულაც არ ყოფილა ასე, რომ ფეხზე კიდიათ ჩეროში არიან წამოწოლილი და ყველაფერი კარგად არის და ძალიან ტკივათ ეს სანქციები. ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ დარწმუნებულები იყვნენ და ერთმანეთს არ წუნებდნენ იმაში, რომ არნაირი სანქციები არ იქნება. მე როცა სავიზო სანქციები დაუწეს, ეს დიდი ამბავიო და ეს სავიზო სანქციები ვის აინტერესებსო? ეხლა სავიზო სანქციებიც არის პერსონალური სანქციები, ფინანსური სანქციები და ძალიან მძიმე მდგომარეობაა, როდესაც ისინი შეეცდებიან აი ეს გაყიდონ როგორც წარმატება. Rodemde უნდა იარონ მხოლოდ თურქმენეთში, rodemde უნდა გადაიღოს ფოტოები ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სინამდვილეში ივანიშვილის და ოცნების მინისტრმა, რა ვიცი, თავად აფრიკის ფონზევე მეორე და მესამე ხარისხოვან სახელმწიფოებთან ზომით და გავლენით თუ ვიმსჯელებთ, ხო? ეს არის ცალსახად ჩავარდნა ჩვენს ისტორიას თუ გადავხედავთ უახლესი 35 წელი დამოუკიდებლები რაც ვართ, ასეთი მორსმულობა ჩვენ არ გქონია. ყავს ხელისუფლება, მისი სამივე შტო, de facto ხელისუფლება სანქცირებული მთელი დასავლური სამყაროს მიერ. ზოგს ის ყავს, ზოგს ეს ყავს, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეროვნული ბანკიც, მოსამართლეებიც, აღმასრულებლებიც, საკანონმდებლოც, ბიზნესმენებიც, ესეთი რეალობა არ ყოფილა. ეს კიდე ერთ გავიხსენებ რა. საფრთხეში ორ ადამიანია, რომელსაც ჯერ სანქცია აცდა. რიგში განან ალბათ, ერთ გავიხსენებდი კიდე. ვინ არის ეგორი? მე მგონი ერთი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომელიც არის და დავითაშვილი არ არის, ხო, პოლიციაში? დავითაშვილი პოლიციაში არ არის. და ერთ რამეს მინდა კიდე გაუსვა გიორგი ხაზი, 90-იან წლებში, ბნელ 90-იანებში იყო ასეთი ნათელი წერტილი რადიო 105. გენიალური არტები იყო, მათ შორის თქვენი ტელევიზიის დამფუძნებლები იყვნენ ძალიან აქტიურად წინა ხაზზე და ამ არტებს მე რაღაცა ეტაპიდან აანალიზებდა ლევან ბერძენიშვილი.
ძალიან საინტერესო და სახალისო მოსასმენი იყო და აი ეს ანეკდოტი რომელიც ახლა უცნობა მოყვა მომინდა რომ ლევან ბერძენიშვილმა გაანალიზოს ცოტა იუმორისტულად მაგრამ თან სერიოზულადაც იმიტომ რასაც ყვება ეს არ არის ქართველის ეთნოფსიქოლოგია ეს არის გრუზინობა ეს არის რუსის მიერ გამოზრდილი ჯიში რომელიც აი ამ ტიპის არსებას ეუბნება რომ შენ იწექი ხის ჭრილში არაფერი არ გააკეთო, არაფერი არ გებადოს, არაფერი არ გინდოდეს და ყველაფერი ფეხზე გეკიდოს. ანუ ობიექტურად რო შეხედო, ხო საცუდავია ესეთი ადამიანი. და ეს უნდა აი ეს ხო რა თქმა უნდა მეორე მხარეს ვიღაც ჯო უილსონი მოვიდეს, ხო მეორე მხარეს აი ამავე ანეკდოტში თუ ამავე თქმულებაში თუ რაც არის ეს, ხო მოდის ადამიანი რომელიც ეუბნება რომ აი ამას მოგცემ, ყველაფერი გექნება. ობიექტურად რაც არის წარმატების საზომი, ყველაფერი გექნება და ის ვიღაც კარიკატურული ქართველი სინამდვილეში გრუზინი, რუსის გამოსდილი გრუზინი, ეუბნება რომ აი ეს ობიექტური წარმატება არ მინდა, მე ჭრდილში წოლას მყოფნის. ეხლა შევადაროთ მათი საქართველო და ჩვენი საქართველო. ჩვენ გვინდა ობიექტური წარმატება, ჩვენ გვინდა ვიყოთ ისეთები, როგორიც ყოფილვართ ჩვენი ისტორიის განმავლობაში, ყოფილვართ სამაგალითოები, ხო? მათ შორის არც თუ ისე დიდი ხნის წინ. სოფლიო ბანკი ამბობდა რომ ნომერ პირველი რეფორმატორები ხართო და ივანიშვილი ამაზე ამბობდა რომ არა, ეგაო სიცრუე იყო, გახსოვთ ალბათ ყველას, ჩავიდა დავოში და საკუთარ ქვეყანაზე ილაპარაკა რომ თქვენ რო გონიათ რომ წარმატებული ქვეყანა ვარ თუ არ არის ეგრეო. ხო, რა უნდა ველაპარაკოთ ამ ხალხს? თუმცა ახლა ამ ციფრებით ძალიან აქტიურად манипуლირებს ერთ-ერთი პრინციპში ეგ არის ხა დარჩენილი რომ მედიის თავისუფლების ინდექსით მე მგონი რამდენიმე ათეული მაგ უკვე პრობლემა, მაგ ვეღარც манипуლირებენ, იმიტომ რომ ყველა შანსი ამოწურულია, მაგრამ დღევანდელი სურათი რომელიც აი სხვა შორის პარაგრაფი ქვია იმ სასტუმროს, მაგრამ ახალგაზრდებს შეიძლება არ ახსოვდეს ცეკავშირი იდგა იქ. აი ცეკავშირს რას ვერჩი პრინციპში არ იყო პოლიტიზირებული ორგანიზაცია, უფრო სავაჭრო ეკონომიკური ფუნქციები ჰქონდა, ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირის დროს, მაგრამ აი ცეკავშირი რო ერქვას ახლა იმ შენობას და იქ შეკრებილი იყვნენ, უფრო ბუნებრივი და ადეკვატური. ქალბატონ ლელა რო იძახის, რომ არ ვარ საბჭოთა კავშირიო, იმ სიტუაციას, იმ ფორმას, იმ სკანდირებას არ იყო, მაგრამ ოვაციებს ობიექტურად რო ვთქვათ და დამოკიდებულებას რო შევხედავთ, ეს ხალხი ეროთვალებში შეჩიჩინებდა, აბა ივანიშვილი რას იზავს როგორ და ტრიბუნაზე მდგარი თითქოს პირველი პირის აღმასრულებელი ხელისუფლების ასევე ეროთვალებში შეჩინებდა ივანიშვილს, მაინც ადამიანი საბჭოთა კავშირისგან არ განგვასხვავებდა. გვაქვს ასეთი ოპტიმიზმის საფუძველი, რამდენი არის იქ შეკრებილი ადამიანები? აი, რამდენიც არის იქ შეკრებილი, იმათით ყოფნის, რომ ქვეყანაში სიტუაციაზე კონტროლი შეინარჩუნოს ამ ეტაპს. მე ცოტა პროვოკატორობ ახლა ამ შემთხვევაში. ხო, მესმის და ალბათ ჯობია რომ უფრო ნეგატიურად არა, უფრო პესიმისტურად შევაფასოთ და შევცდეთ, ვიდრე ზედმეტად ოპტიმისტურად და იმ შემთხვევაში შევცდეთ. ვინაიდან თუ პესიმისტში შევცდით, გამოვა რომ ყველას გაგვიხარდება მაინც ხო ხა, შესაბამისად აქ არავის არ ეწყინება თუ ვინმეს პროგნოზი არ გამართდა და მაგ ნაწილში. იმაში გეთანხმებით, რომ ეს არის ფუნდამენტურად საბჭოთა კასტა, ვისაც იქ ხედავთ. ამასთანავე ეს არის უმცირესობის კასტა, მაგრამ ასაკის მიხედავთ ხოთ შორის. ბატონო? ასაკის კი ანუ საბჭოთა ეს ხო ფენომენია, მენტალობა და ვიც ახსენეთ ის ახალგაზრდა დეპუტატები და ისინი საბჭოთა კავშირს მე მგონი არც მოსწრებიან. ალბათ, მაგრამ აი სამაგალითო კომკავშირები იქნებოდნენ და ალბათ სამაგალითო ტროიკის წევრები 20-იან და 30-იან წლებში უბრალოდ. ხა ორი ფაქტორია აქ ხო, ერთი რომ როცა ამბობთ ისინი უმცირესობა არიან, მართლა უმცირესობა არიან, მაგრამ ბოლშევიკებიც უმცირესობა იყო საქართველოში. ბოლშევიკებმა ბევრჯერ ცადეს აქ სიტუაციის არევა, არაფერი რო არ გამოუვიდა ჩიგნიდან, მერე შემოუძღვნა რუსულ ჯარს. მეორე მხრივ, კარგი ის არის, რომ აბსოლუტურად ვეთანხმები ქალბატონ ლელას, რომ საბჭოთა კავშირში რა არ გააკეთეს, მაგრამ ქართული საკითხი სულ იდგა. აი წიგნებია დაწერილი საბჭოთა კავშირში და ცალკე თავებად არის გამოყოფილი საქართველოს кейსი, იმიტომ რომ საქართველოს кейსი ქართველი კომუნისტების გადმოსახედიდანაც კი განსხვავებული იყო. თუმცა აქაც ახლა ზედმეტი ოპტიმიზმი, იმიტომ რომ ვიღაც ხოცი აღდგება და ბიზნეს წინააღმდეგობას გაუწევს, არ ვიცი რამდენად არის, ვინაიდან საქართველოსთვის არაფერი არ შეცვლილა, როდესაც დავუშვათ ფილიპე მახარაძე, ანუ ორჯონიკიძე ფილიპე მახარაძემ ჩაანაცვლა, ფილიპე მახარაძე ბერიამ და მერე ბერიას დახვრიტეს და ასე შემდეგ. ხო, ჩვენ გვინდა დიდი გამარჯვება. დიდი გამარჯვებისთვის საჭირო ორი კომპონენტი. არც მხოლოდ შიდა და არც მხოლოდ გარე. ხო, შიდა კომპონენტი არის, მიმდინარე არის უწყვეტი პროტესტი, ეს უწყვეტობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ უწყვეტი პროტესტის უკან დგას, საქართველოს უდიდესი უმრავლესობა. უდიდესი უმრავლესობა, ყველა სოციალური ფენა, ყველა ასაკობრივი ჯგუფი, ყველა რელიგიური, რა ვიცი, ნებისმიერი რაღაც არ უნდა ჯგუფი ავიღოთ, უდიდესი უმრავლესობა არის ამ დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ და რაც შეეხება საერთაშორისო კონტექსტს, ეს სანქციები კარგია, თუმცა არასაკმარისი.
სანქციებს თავისთავად, აქაც არ მინდა რომ ზედმეტად პესიმისტური ვიყო, მაგრამ თავისთავად სანქციებს არასდროს ქვეყანაში ხელისუფლება არ შეუცვლია. კუბას 60 წელია სანქციები ადევს და ბევრი სხვა მაგალითი არსებობს, სადაც ანალოგიური ვითარებაა. მაგრამ საჭირო არის რომ დამარცხდეს რუსეთი, ანუ სანქციები არის ერთ-ერთი მიმართულება რუსული ძალების წინააღმდეგ გენერალური შეტევის. ჩვენ ძალიან კარგი ტალღის მომსწრენი ვართ, ვინაიდან ყველაზე უფრო დიდი საფრთხე ეგრეთ წოდებული მაინც ამერიკიდან მოდიოდა, როდესაც არათანმიმდევრული სიგნალები იყო უკრაინასთან დაკავშირებით. ბოლო დღეებში ვხედავთ, რომ ბესენტმა თქვა, რომ პუტინი ომის დამნაშავეა, კონგრესში თქვა. ხედავთ, რომ ვენსი ამბობს, რომ ვენსმა თქვა, რომ ზედმეტი თხოვნა რუსებია. აი შეიძლება ასე ითქვას, რომ აი პრინციპში ამდენს გაძლევდით და კიდე ბევრი გინდათო და არ გამოვაო თქვენთან დალაგებაო. გერმანიაში აირჩიეს კანცლერი, რომელიც ჩემი ვარაუდით და ჩემი აზრით ალბათ საუკეთესო კანცლერია, რომელიც ამ ქვეყანას 10 წლების განმავლობაში ყოლია და არის ერთი მხრივ ქრისტიან დემოკრატი, რომელიც საშუალებას მისცემს მას, რომ აი ეს ულტრამემარჯვენე პრორუსული ძალები განეიტრალოს, ანუ შესაბამისად ის ნიშა თვითონ დაიკავოს, კონსერვატიული ნიშა და არ მისცეს საშუალება აი ამ პრორუს ძალებს მანიპულაცია მოახდინონ ამ თემებით, რითიც ხდება ხშირად მანიპულაცია ხოლმე და მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, მისი დამოკიდებულება ევროპის მიმართ არის ძალიან საღი. დავიწყოთ იქიდან, რომ შეიძლება ის ტრამპს ბევრ რამეში არ ეთანხმებოდეს, მაგრამ პირველ რასაც ამბობს, დიახ, ევროპამ უნდა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები. ევროპამ უნდა საღად შეხედოს ის თუ ვინ არის რუსეთი. ხა ეს გასდა უკვე პარტიულ ხაზებს და მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის უკვე, რომ ჩვენთვის ძალიან სავალალო ოპტიმიზმის მიზეზი ჩამოთვალეთ ხო, რა თქმა უნდა. სულ არ მინდა რომ პესიმისტური ვიყო, რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანუ ჩვენ უკრაინელების მხრიდან ახლა მე პრაქტიკულად ყოველდღიურად მაქვს კავშირი, როგორც პირადი, ასევე საქმიანი კავშირები უკრაინაში მყოფ ქართველებთან და უკრაინელებთან. თვითონ ისინი ამბობენ, რომ ჩვენ რა თქმა უნდა დაგვეხმარება ამერიკის პოზიცია, რა თქმა უნდა დაგვეხმარება ევროპის პოზიცია, მაგრამ აქ თავარი ვართ ჩვენ და ჩვენთვის აი ამ კაცი ჭამიებთან, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში შემოიჭრენ, შეთანხმება და რამის დათმობა მიუღებელია. ჩვენთვის არის სამშობლო, ჩვენთვის არის თავისუფლება, ჩვენთვის არის ღირსება და ამ სამს ჩვენ დავიცავთ. ეს არის უკრაინელების პოზიცია. და შესაბამისად მე მათ უსურვებ გამარჯვებას და მათ გამარჯვებაზე ჩვენ ვართ პირდაპირ მიმული. აი როგორც ბოდიში დავასრულებ ამით, როგორც 80-იან წლებში, ხო, ახლა ჩვენ რა თქმა უნდა ხშირად ვსაუბრობთ. მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდია ეროვნული მოძრაობა, მაგრამ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია 30 წელიწადზე მეტი იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის. ხო, პირველად 56 წელს დაიჭირა საბჭოთა რეჟიმმა და დამოუკიდებლობა გამოაცხადეთ 91-ში. მაშინ, როდესაც საერთაშორისო ვითარება შეიცვალა, მადლობა ღმერთს, ახლა საერთაშორისო ვითარების შეცვლას 35 წელი არ ჭირდება, ის შეიცვლება ძალიან მალე. თუმცა სანამ ეს შეიცვლება, ჩვენ ძალიან რთული თვეები გვაქვს გასავლელი წინ. მადლობა ქალბატონიო თქვენი ოპტიმიზმისთვის და თქვენი, ასე ვთქვათ, ასევე ფრთხილი ოპტიმიზმისთვისაც. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენს ტელემაყურებელს.